მოგესალმებით მეგობრებო. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას შემდეგ შეკითხვაზე, რა ფიქრი არ ასვენებს ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ოღონდ ეს გაშლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერ ადამიანზე. ნიშნულობა არ აქვს რა ტიპის ურთიერთობა გქონდათ ამ ადამიანთან, აი თუ ფიქრობთ, რომ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს თქვენთან მიმართებაში რაღაც შემორჩენილი, შეიძლება იყოს ყოფილი მეგობარი, პარტნიორი, თანამშრომელი, მეზობელი, ოჯახის არ აქვს მნიშვნელობა. რა ფიქრი არ ასვენებს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან მიმართებაში? გამოვიყენებ აი ამ დასტას და ვარიანტებისთვის ვარიანტებისთვის იცი რა ვქნათ? აი ესე გავაკეთოთ. ოი. აქ აპირავე რაღაცები. აი ესე ჩაიფიქრეთ. პირველი ეს იყოს და მეორე. ცოტა ხანი იმის გავწე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი და აი რაღაც ტომღაც არ მინდა რომ არკანები ამოვიღო. უბრალოდ ჩაიფიქრეთ. აი ასე მოვაფარებ რომ ჩანდეს. პირველი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. და თუ ჩაიფიქრეთ უკვე მე ვიწყებ პირველი ვარიანტით, აი აქ გვედოს ეს. რა ფიქრი არ ასვენებს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან მიმართებაში? ეს არის ძალიან თხოვნება დასტა და არ უყვარს ხოლმე ესე ბევრი კითხვების დასვა. აი თვითონ უნდა მელაპარაკოს. აი ყველა დასტას აქვს თავისი ხასიათი. ვიცი უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ესეა ყველას თავისებური სტილი აქვს და ხასიათი. ამიტომ არ მინდოდა ამ დასტიდან ესე ვარიანტის ამოღება. აი ახლა ეგეთი გქონდა შეგრძნება. ამიტომ ასე მოვიქცეთ. რა ფიქრი არ ასვენებს ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? ასვენებს ადამიანს. გავიგე კიდევ. ბატონო. გავიგე. ეხლა დავიწყოთ. რა ფიქრი არ ასვენებს ადამიანს თქვენთან დაკავშირებით და ფიქრებზე მეტად ეს არის უფრო მეტად მისი ემოციები, ის განცდები, რაც თქვენთან მიმართებაში აქვს ამ ადამიანს. ამ ადამიანის ფიქრებში ხშირად შეიძლება აი ღამით როცა მარტო დარჩება საკუთარ თავთან, სანამ დაიძინებს, ხო? ან შეიძლება მძინარესაც ეღვიძებოდეს, იმიტომ რომ რაღაც ნეგატიურ კონტექსტში ნახა სიზმარი, სადაც თქვენ და აი ეს თქვენი სიტუაცია და ამბავი დაესიზმრა, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში, აი როცა ეს ადამიანი რჩება მარტო, ხო? თავის ფიქრებში. შეიძლება თქვენთან არასდროს არ აღიაროს, რომ რაღაც შეეშალა და შეცდა, მაგრამ თავის თავთან ხვდება, რომ შეცდომები დაუშვა. შეცდომები დაუშვა იმიტომ, რომ იმის ნაცვლად, რომ თავისი გულწრფელი დამოკიდებულება, ემოციები ეჩვენებინა, ხო? აი მე ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ეს რა ურთიერთობა. გულწრფელი ემოციების ნაცვლად ადამიანი იყენებდა ძალიან ბასრ სიტყვებს. შეიძლება აი წაკაბენას რო ვეძახით ხოლმე რაღაც სიტყვებით რო ადამიანი რაღაცას გადაუკრავს, ხო მეორეს. აი რაღაცა ესეთი ქცევები შეიძლება ახასიათებდა ადამიანს და
აი მაგას იაზრებს რა, რომ ცოტა ზედმეტები მოუვიდეთ თვითონაც, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან ადამიანს ხვდებოდა სუფთა ემოციები, გარკვეულწილად ჰარმონიაც, ხო? და აი თავისი სიტყვებით გულს გტკენდათ. განსაკუთრებით არის ეს, რომ აი რაღაც კონკრეტულ სიტყვას ან ებს, აი რაღაც ნათქვამს ნანობს ადამიანი, ხო, თქვენთან მიმართებაში, რაღაც სიტყვებს. ასევე რა არასვენებს ამ ადამიანს და არასვენებს ის ფაქტი, რომ ძალიან დამოკიდებული აღმოჩნდა თურმე ეს ადამიანი თქვენზე, თვითონაც რო არ წარმოედგინა, თვითონაც რომ არ დაეჯერებოდა, იმდენად ხშირად ეფიქრებით ხოლმე ამ ადამიანს და ესეთ ძალიან ნაკურებს, რომ როგორ კაცო, ახლა ამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ადამიანი ჩემთვის, აი თავის თავს შეიძლება ეკითხებოდეს ხოლმე, რომ აი ამდენი ხნის მერეც კი რომ ესე მეფიქრება, ხო, აი თვითონაც უკვირს, რომ ესეა, მაგრამ არასვენებს ის ფიქრებიც, რომც მოვიდეს ეს ადამიანი თქვენამდე, იცის რომ თქვენ მას უკვე აღარ მიიღებთ. ყოველ შემთხვევაში ისეთი ფორმით და ისეთი ურთიერთობით ვეღარ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, როგორიც ეს მანამდე იყო ხოლმე, ხო? ასევე არასვენებს ის ფიქრები, რომ თქვენ შორის თუ რაღაც კონფლიქტი მოხდა, აი ამ კონფლიქტის დროს ეს ადამიანი იყო რაღაც ცოტა მატყუარა პოზიციაში, ძლიერ პოზიციაში. შეიძლება ეს კონფლიქტური სიტუაციაც რაღაც როგორ გითხრათ, გაითამაშა? გაითამაშა როგორ, ანუ აინტერესებდა თქვენი რეაქცია, აი როგორ მოიქცეოდით მაგ დროს მაგ სიტუაციაში, თუ რა საინტერესო, მოდი ვიკითხოთ, რას მანიშნებს ამ შემთხვევაში ეს სხვათა შორის კი შეიძლება, იცით? ხო, მოკლედ რაღაც დიალოგი არასასიამოვნო, რაც თქვენ ორ შორის შედგა, შეიძლება იყო მიზანმიმართული, იმიტომ რომ ადამიანს აინტერესებდა თქვენი დამოკიდებულება, თქვენი რეაქცია რაღაცეებზე და სხვათა შორის რატომღაც თვლიდა, რომ აი ამ კონფლიქტს გარკვეულწილად შეიძლებოდა რომ რაღაც გავლენა მოეხდინა თქვენს აი ამ ურთიერთობაზე და კომუნიკაციაზე. ოღონდ გავლენაში ამ შემთხვევაში გულისხმობ რაღაცას მის სასიკეთოდ, მაგრამ სასიკეთოდ კი რა პირიქით, ანუ ეგონა სხვანაირი რეაქცია თქვენგან, მაგრამ საერთოდ სხვანაირად მოიქეცით და აი ეგ ვეღარ გათვალა, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ აი მე რომ მეგონა რომ კარგად ვიცნობდი, სინამდვილეში ნახე აქ როგორი პასუხი დამებრუნა, შეიძლება არც არაფერი არ ვთხარით, უბრალოდ ქმედებით აჩვენეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს იმას, თქვენ კარგად ვერ გაგიცნოთ, კარგად ვერ შეაფასა თქვენი ბუნება, ხასიათი, თუ რაოდენ პრინციპული იქნებოდით და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ შეიძლება ზედმეტად მშვიდად დაუხვდით იქ, სადაც წესით კონფლიქტს მოელოდებოდა თქვენგან და ეს თქვენი სიმშვიდე არის იმხელა პიროვნული სიძლიერის ნიშანი ამ ადამიანის თვალში, რომ აი თურმე ძალიან მტკიცე ყოფილხართ შინაგანად და ძალიან იდუმალი, მისთვის შეუცნობელი. აი თქვენ მაგცევამ ამ ადამიანს გააზრებინა, რომ თურმე არ გიცნობთ საკმარისად კარგად და თურმე რამხელა სიღრმე გქონიათ თქვენ და ესე ზედაპირულად რომ გიდგებოდეთ ეს ადამიანი, ეს იყო თვითონ მისი ბუნებიდან გამომდინარე და არა რაღაც თქვენი, ხო? და ეგ გააცნობიერა, რომ თუ კი თქვენში მაგ სიღრმეს ვერ ხედავდა ეს, იმიტომ რომ თვითონ არ ყოფნიდა რესურსი მაგის დასანახად და შემდგომში თქვენ თურმე თქვენი ძალიან ესეთი პრინციპული და მნიშვნელოვანი ღირებულებები გქონდათ, თუნდაც ის რომ თქვენ თავის ფასი იცით და აი ამ რაღაცეების უფლება არ მიეცით, არ ვიცი ეს რას ეხება, შეიძლება თქვენი საზღვრების, თქვენი პრედისივრძის უხეშად გადმოკვეთა უნდა და ან
ეხლა ხო ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გათამაშდეს და ეხლა არ მინდა ჩაყოლა თქვენ თვითონვე მოიგეთ თქვენ სიტუაციაზე. ყოველ შემთხვევაში ადამიანის განცდა არის ის, რომ თურმე კარგად არ გიცნობდათ. თურმე ძალიან მტკიცე და ძალიან პირდაპირ ძალიან პრინციპული ადამიანი ყოფილხართ, ოღონდ ამ თქვენს სიმტკიცეს, თქვენი დუმილით, თქვენი სტატიკურობით, გაჩერებული მდგომარეობით ამტკიცებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ამ ადამიანს ეგონა, რომ გამოეკიდებოდით, თუ რა ერთი წუთით რა შფოთვები აქვს. რა ეგონა ადამიანს მისი აზრით, აი ეს კონფლიქტური გარემოება რო შექმნა, მისი აზრით თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ? მისი აზრით თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ? მისი აზრით თქვენ აი მაგ ყველაფერს უბრალოდ ხუმრობაში გაუტარებდით, ეგრე ეგონა. მაგას ეგრე წარმოედგინა, რომ უბრალოდ მარტივად რაღაცა ერთი გეწყინებოდათ და რაღაც მეორე დღეს შეურიგდებოდით. ეგონა, რომ უბრალოდ აი ეგ დღე დამთავრდებოდა და ჩაივლიდა და всё აი რაღაც გავიდა ერთი კვირა, ერთი დღე და всё რაღაც გაუარა, მაგრამ არ გაგიარათ მაგ გაბრაზება და მაგას ძალიან კარგად ხედავს ეს ადამიანი, რომ თურმე მეტი თავაზიანობა უნდა გამოეჩინა თქვენთან. კიდე არასვენებს ის აზრი ამ ადამიანს, რომ ის აზრი არასვენებს, რომ გაიაზრო ჩამოენგრა ყველაფერი. კი, აი სადაც ეგონა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც მას უნდოდა, ყველაფერი თვალსა და ხელს შუა ჩამოენგრა. და არის ახლა საკმაოდ ხო, აი რაღაცა ლოდინის რეჟიმშია. კი. ელოდება იმას, რომ თქვენ იქნებ აზრი შეიცვალოთ და რატომღაც ამ ადამიანს გონია, რომ თუ კი შეშინდებით მისი შეშინდებით თუ არა, შეში ცოტა არასწორი თქვენია, თუ კი იმანიპულირებს თქვენზე, ხო, აი მაგალითად დაგანახოთ, რომ აი რაღაც სიტუაციაში სირთული აქვს და აი შეცოდების გრძნობით რომ იმანიპულიროს მაგალითად და ასეთი ფორმით რომ გაგიყვანოთ კონტაქტზე მაგალითად და აი დაგანახოთ, რომ ნახე ახლა მე რა ცუდად ვარ, შენ კიდე ესე მეკცევი, აი იმის მაგივრად შეგეცოდო, ხო, აი რაღაცა ესეთი ტონი მიჩანს ახლა აქ. ძალიან მანიპულატორი ადამიანია. თავხედი მე ვიტყოდი. ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მაგრამ თქვენ აი ცოტა არაფერი ზედმეტი არ გითქვავთ, არაფერი არ მოგიმოქმედებიათ, უბრალოდ ადექით და გაეცალეთ და ადამიანს არ მიეცით იმის უფლება, რომ თავისი ხუშტურები გაეტანა თქვენთან. იმიტომ რომ შეეწინააღმდეგეთ, არა, აი ასე უბრალოდ ადექით და წახვედით მისგან და მისი სცენა, თვითონ კიდგა სცენაზე და თავისი სცენარით მეყავს სიტუაცია, მაგრამ თქვენ მისი მაყურებელი აღარ ხართ. აღარც მის სპექტაკლში აღარ იღებთ მონაწილეობას, აი ეს არის სიმართლე და აი ეს აცოფებს, რომ როგორ შეგეძლოთ ესე უხმოთ, უსიტყვოდ წასულიყავით მისი აი ამ დიდებული სპექტაკლიდან. ხო, სპექტაკლი, იმიტომ რომ მე გითხარით, რომ წეღანის სიტუაცია დიდი ალბათობით უმრავლესი თქვენთაგანისთვის ეს იყო გათამაშებული, იმიტომ რომ რაღაცნაირად აინტერესებდა ალბათ თქვენი რეაქცია, ალბათ კი არა და ეგ იყო პასუხი და ეგონა რომ თქვენ მაგაზე სრულიად სხვაგვარი პასუხი გექნებოდათ. შეიძლება მსგავსი რაღაცა ადრეც გაუკეთებია და ერთხელ რომ გაუვიდა და მეორედ, ალბათ ეგონა რომ აი ამჯერადაც, მაგრამ ვერ მიიღო ის რაც ნებავდა. ეხლა ჩემო ძვირფასებო, მე გადავალ მეორე ვარიანტზე. თქვენ კი გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში.
პირადი კონსულტაციისთვის ნომერზე 511 1491 გელოდებით, ვისაც საჭიროება და სურვილი გაქვთ. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, რა ფიქრი არ ასვენებს ადამიანს თქვენზე. რა ფიქრი არ ასვენებს ჩაფიქრებულ ადამიანს, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. რა ფიქრები არ ასვენებს თქვენზე, უშუალოდ თქვენზე, თორე ახლა ზოგადად ცხოვრებაში შეიძლება თავისი საფიქრელი კონდეს, ხო, ახლა რაში გვაინტერესებს ყველაფერი მას. უშუალოდ თქვენზე. რა ფიქრი არ ასვენებს პიროვნებას თქვენზე. აქ ხმლები. საინტერესოდ გიხედავთ ადამიანი რა გინდათ ახლა ერთ დავუკარგავთ. მოდი ჯერ ესე დავიწყოთ რომ მე გავაგრძელებ. რა ფიქრი არ ასვენებს ადამიანს თქვენზე და აქაც ხმლების მეფე ყავს. სავარაუდოდ ეს ადამიანი შეიძლება, მეფე ხარ ნიშნავს მაინც და მაინც კაცს ახლა ხო? ზოგადად ტიპაჟის მაჩვენებელია ესეთი ინტელექტუალური, განათლებული, ცოტა მკაცრი სიტყვაძუნწი ადამიანების სიგნიფიკატორია ხოლმე. ასევე შეიძლება იყოს ექიმი, პოლიციელი და ზოგადად აი ნებისმიერი ფორმიანი სამსახური რაც არის, ასეთი ადამიანის სიგნიფიკატორი, ხო? და აი ასეთ ადამიანს თქვენზე არ ასვენებს ფიქრი. ძალიან აინტერესებს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თქვენი სამსახურეობრივი სიტუაცია, სად ხართ, როგორ ხართ. არ ასვენებს ფიქრი იმის შესახებ, რომ თქვენ სხვა ადამიანებისთვისაც სასურველი და მიმზიდველი ხართ, იმიტომ რომ ამ ადამიანის თვალში თქვენ იმდენად სასურველი ხართ, თუნდაც მისთვის, ხო? რომ გონია რომ ყველასთვისაც, ანუ როგორც მას მოწონხართ, გონია რომ ყველა სხვა ადამიანიც ასე გიყურებთ და გონია რომ ყველა სხვა დანარჩენსაც ასევე იზიდავთ და ნუ ცოტა ეჭვიანობის მომენტით შეიძლება აღვქვათ და დავარქვათ ასე. არ აძლევს მოსვენებას ის ფიქრი, რომ აი მისი ფიქრები და ემოციები არის ერთად კომბინირებული და აი როგორც კი ფიქრს იწყებს თქვენზე ეს ადამიანი მომენტალურად აი გულში აი უსიამოვნო ემოციები შეიძლება რომ უჩნდებოდეს ხოლმე, რაც მის ფიქრებიდან გამომდინარეობს. ასევე ის ფაქტი, რომ აი თქვენ ცხოვრებაში მაგ ადამიანის ეს პერიოდი ჩაიხურა, ასე ვთქვათ, და ფიქრობს, რომ თქვენი საერთოდ აღარ გჭირდებათ. ფიქრობს იმას, რომ მივიდე რა აზრი აქვს. ნაწყენია, ეჭვიანობს. არის მუდმივად თვითკრიტიკის მდგომარეობაში, მაგრამ თან იცით როგორი ტიპია? აი ზოგადად ცხოვრებაში ძალიან ამაყი, თავმომწონე ადამიანია და აი ქეთს არ მოიხრის, ასე ვთქვათ და აი ამან ბოდიში მოიხადოს, აი რაღაც ძალიან იშვიათი რამეა და ცოტა შეუძლებელიც. არ მგონია რომ ესე ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ
მაგრამ ფიქრობს, რომ საჭიროა მაგნაბიჯის გადმოდგმა, თუ კი უნდა რომ რაღაც შეიცვალოს თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ამ ადამიანის განცდაში არის ის მომენტიც, რომ თუ რაღაც საწყენი გითხრათ ან გააკეთა, ას თქვენ არ დაუხვალიეთ რა და უბრალოდ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თუნდაც აი ამ რაღაც შეკამათების დროს თუ გაბუტვის თუ რაც იყო, ხო? აი ამ დროსაც კი მე უფრო დინჯი ვიყავიო და უფრო გაწონასწორებულად ვლაპარაკობდიო და უფრო ვზომავდი ჩემს სიტყვებს, ვიდრე ეს ადამიანი, როგორც ჩანს, თქვენ უფრო ემოციას აყებით და აი მართლა გასროლილი ტყვიასავით იყო თქვენი სიტყვები, ხო, ამ ადამიანისთვის და აი რასაც ქვია 10-დან 10-ში გაარტყით რა, რაღაცა ისეთი უთხარით, რომ აი ძალიან გულზე მოხდა კი რა, გულშიც მოხდა და თავშიც ჩარჩა და აი ეგეთი სიტყვები თან ეგეთი ინტენსივობით, ეგეთი ემოციით შეიძლება ამ ადამიანისთვის ბევრს არავისთვის არ უთქოს და აი ეს მომენტიც აქვს ამ ადამიანს, რომ აი თქვენ როგორ გაბედეთ, რომ გაბედეთ ერთი რომ ბრაზდება და მეორეა რომ აი შეიძლება ისეთი ხისტი ბუნების ადამიანი იყოს, რომ შეპასუხებასაც კი ვერ უბედავდეს ვერავინ და თქვენგან რომ წამოვიდა ეს წინააღმდეგობა თან უკვირს, რომ აი როგორ ხე თქვენში აი მაგხელა სიმტკიცე როგორ საიდან აი ეს მომენტიც აქვს სხვათა შორის კი იმიტომ რომ საერთოდ სხვანაირ ადამიანად აგიქვამდათ აქამდე და საერთოდ სხვანაირი რეაქცია მიიღო თქვენგან და ეს უკვირს რომ როგორ აი ესეთ ადამიანში ესეთი რადიკალიზმი და ესეთი გაგულისება და მიყვარს ეს სიტყვა გაგულისება აი საიდან როგორ მოვიდა ხო ეს უკვირს რომ თქვენში აი ეს სიმკაცრე დაინახა და ირონია, ცინიზმი რაც გამოიყენეთ ხო სხვათა შორის ძალიან ბევრს გათვალიერებთ სულ ინტერესდება თქვენი ცხოვრებით სად ხართ, როგორ ხართ, ვისთან ერთად ხართ სულ ცდილობს რომ აი შორიდან გაკვირდებოდეთ კიდევ და ძალიან მერყეობს ზოგადად მერყეობს იმიტომ რომ აი ეს ემოცია აქამდე ხო უფრო მძაფრად ქონდა ადამიანს და ეხა დროის სვლასთან ერთად თითქოს ემოციები ჩაუცხრა და ეხა უკვე დაიწყო რაციონალურად ფიქრი გადაფასება რაღაცების და ეხა ეგ მომენტი აქვს რომ ის ემოცია რაც შემორჩენილი აქვს რაც ეხა გითხარით ხო რაც შემორჩენილი აქვს თან ეს ემოცია ცალკე ეკაჩება, მაგრამ თან რაციონალური გონება სხვა რაღაცას ეუბნება. მოდი ვიკითხოთ აბა ამ ადამიანის მერყეობა რას მოიცავს, ხო? ანუ რაში აქვს შინაგანი ჭიდილი. ой, დამევარდა. მაგპატიეთ. ხან გადაწყვეტილების მიღების პროცესშია თუ რა ჯანდაბა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია თუ როგორ მოიქცეს თქვენთან და ამ ადამიანს უნდა რომ ძალიან დაფიქრებულად მოიქცეს და რაღაც გამოუცდელი ადამიანივით არ მოუვიდეს ხო თქვენთან სხვათა შორის მე ვფიქრობ რომ მისი პიროვნების რაღაც ნაწილს ხო მოდი ვთქვათ პირდაპირ, რატომაც არა, მისი პიროვნების რაღაც ნაწილს შეიძლება უნდადეს გამოსვლა კონტაქტზე თქვენთან. კი, უბრალოდ ეს არ იქნება მარტივი. არ იქნება ამ თვალსასწინო, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ის სიტყვები რაც ერთმანეთს უთხარით და ის რაც ვაკაცრეთ ერთმანეთს თუ რა ვიცი რაც იყო, ხო? ეს ესე უკვალოდ არ დარჩება, უბრალოდ ფიქრობს, რომ აი ეს ბასრი კუთხეები რაღაცა შეარბილოს. მიხვდით? და აი შეიძლება გითხრათ, რომ აი ეგ იმიტომ გითხარი, რომ უბრალოდ გაგიხუმრე თუ რაღაც ეგეთი რა, ანუ აი რაღაცა ფორმა შეუცვალოს და დაარბილოს ის სიტუაცია, რაც აქამდე არსებობდა, თორე ძალიან კარგად იცის, რომ ის რაც მოხდა, მაგას ვეღარ შეცვლის. უბრალოდ აი უნდა რომ უმტკივნეულო გახადოს ეს სიტუაცია და
უნდა რომ ისეთი მდგომარეობით მოვიდეს თქვენთან, რომ აი თავისი პოზიცია იყოს უფრო წამყვანი, უფრო დომინანტური, რომ მისი ასე ვთქვათ, ხაზით და მისი პრინციპებით მიდიოდეს ეს სიტუაცია და ამბავი. მოდი კონკრეტულად რა გინდა, აი რაში გავიგეთ ეს, რომ შენი ego არ გასვენებს და ეს შენი გინდა რომ გაიტანო, მაგრამ აი რისი გატანა გინდა კონკრეტულად იქნება თქვენთვისაც კარგია, ხო? მოვიჩვენოთ აბა რა უნდა იქნება. ძალიან უარეშინოთ ეს თქვენი ბასრი ენა რო არაშინეთ ბდეს ამ ადამიანს. ეს ინტერესოა. შერიგება ამ ადამიანს უნდა თქვენთან შერიგება და უფრო მეტად მგონია რომ ეს პირად ურთიერთობასაც შეიძლება ეხებოდეს რა. აი თქვენი შენარჩუნება უნდა და უნდა რომ არ დაგკარგოთ, ხელიდან არ გაგიშვათ, შეგინარჩუნოთ, ხო? შემოგირიგოთ. მაგრამ თქვენ ისე გხედავთ ახლა, ისეთ გაციებულად გხედავთ, ისე პრინციპულად, ისე გაჯიუტებულად ხართ ახლა მის ცნობიერებაში, რომ ვერ იჯერებს და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მოახერხოს ეს ყველაფერი. მოდი ვიკითხოთ, ეყოფა ამ ადამიანს გამბედაობა, რომ თქვენამდე მოვიდეს და ეს ყველაფერი განახორციელოს? ეყოფა ადამიანს მაგის გამბედაობა, რომ თქვენამდე მოვიდეს? იცი რა არის? მისი ემოციები არ მოასვენებს და აი ერთ დღესაც იქნება აი მართლა რომ უკვე ზღვარზე იქნება და უკვე რომ ვეღარ შეძლებს თავისი ემოციების შეკავებას აუცილებლად რა უნდა მგონია რომ მოვა და ეს იქნება ძალიან ფიცხი გადაწყვეტილება, ძალიან დაუფიქრებელი, იმპულსური, აი უცებ რომ რაღაცა მოხდება და აი თავში ნატურა ენთება ხოლმე რა, აი ესე ვამბობ ხოლმე, უცებ იდეა მოვარდა, დაიჭირა ეგ წამი და აი მოვიდა რა თქვენთან, აი უცებ მოახერხოს რა. ეგრე უნდა და ეგრე წარმოუდგენია ამ ადამიანს ყოველ შემთხვევაში. მოსვლით ვფიქრობ, რომ შეიძლება მოვიდეს, უბრალოდ მე დროს ვერ გეუბნევით, დროს ვერ ვაკონკრეტებ. ტელეფონით მიჯდება და ეხლა ნელ-ნელა უნდა დაგემშვიდობოთ. და ეგ არის რა, ეს ადამიანი არის მოჯაჭვული თქვენზე, თან ძალიან, როგორც წარმოიდგენთ იმდენად და მარტო ეს რაღაცა ვნება და მისდულობა კი არ არის, არამედ ემოციაც, იცით? ემოციაც. მაგრამ თუ ეს ადამიანი მოვა სტაბილური ურთიერთობისთვის, შერიგებისთვის, შეიძლება ოჯახსაც დაიწყოს საუბარი და ასე შემდეგ. ეს იყო ჩემი თვითმფრინავი მეორე ვარიანტისთვის. შეგახსენებთ, რომ კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით, ძალიან მიხარია ხოლმე, როცა აზიარებთ ვიდეოს თქვენს მეგობრებთანაც, იმიტომ რომ ძალიან ეხმარებით არხსაც და თავისთავად მეც და ასევე თქვენ სახობლებსაც, ვისაც იცით, რომ ეს საკითხები უყვარს და პირდი კონსულტაცია ვისაც გსურთ, ნომერზე 511-91-78, გელოდებით ტელეგრამზე, ვატსაპში ან ვაიბერში, თქვენი ინდივიდუალური შემთხვევების განხილვისთვის. ეხლა წავედი გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის, ბედნიერად.